დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღგვესულებინა სამთო ლიტურგია, დავზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელი წაკითხული სახარება ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სულის ცხოვრებისათვის. მაცხოვარი განმარტოვებული ლოცვად ეს ჩვენთვის პირველი გაკვეთილი, რომ ადამიანი განმარტოვებით უნდა ლოცულობდეს ყოველივე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის წინ და ჩვენ ნახეთ რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მაცხოვარი რისთვის ემზადებოდა. ქრისტეს გარეშე გემი გავიდა ცალკე. 20 ქულებს ჩაეძინათ, ნავი მიენდო ისე იგი ტალღებს და შევიდა და შეცურა გეცემანიის ტბაში შორს. მაცხოვარი ლოცვიდან ჩამოვიდა და ნახა, რომ უმისოდ დარჩენილი მოციქულები, რომლებიც დაუძლურებულები იყვნენ, დაღლილები იყვნენ, საღამოს პირი იყო, მოსაღამოებული იყო უკვე, ეძინათ ნავში და მის გარეშე ტალღები ათამაშებდა ამ ნავს და საფრთხე იქნებოდა იმისი, რომ მოციქულები დაღუპულიყვნენ. მაცხოვარის აქ ჩანს საღვთო საოცარი სიყვარული, რომ კი არ დაუძახა მან, რომ ისინი გამოსულიყვნენ უკან, არამედ აი ამ აზვირთებულ ტალღებში მაცხოვარი თვითონვე შევიდა და დაიწყო მოციქულებისკენ სვლა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა პერიოდის მერე, როდესაც მაცხოვარი მათთან მიდის, ერთ-ერთი მათგანი და შემდეგ თითქმის ყველას გაეღვიძება და დაინახავენ ლანდს, დაინახავენ რაღაცა საოცრებას, ის ვინც ტალღებზე მოდის, ის ვინც ბუნების კანონებზე მაღლა დგას. და როდესაც დაინახავენ, ერთმანეთში იტყვია, რომ რაღაცა საოცრება არის. ხა საოცრება თქვენ გონია დღევანდელი ტერმინი საოცრება როგორ არის? აიმე ისე გავოცდი, არა, ესე არა. საოცრება ნიშნავს იმდროინდელ იმაზე, ეს არის მოჩვენება. ეს არის, როგორ გითხრათ, რომელიც შიშს გვრის ადამიანს, ანუ ეშინია ადამიანს რაიმე საოცრების, რამე ისეთ ადგილზე რო წახვიდი ადამიანი და ხშირად ადამიანს ხან ლანდებისა ეშინია, ხან რაღაცა ღამე სილუეტებისა გარკვეული, ხო, ესეთი შიშმა შეიპყრო. და მაცხოვარი ეუნება, რას ეუნება საოცრად? ნუ გეშინიათ, კადნიერ იყვენით, ანუ შინაგანის სიმტკიცე შეიმოსეთ, ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ. და რა საოცარი სიმყარე და სიმყარე მოდის ადამიანის შინაგანში, მოციქულებში და იმაზეც კი კადნიერდება პეტრე მოციქული, რომ ეტყვის, რომ უფალო, თუ ეს შენ ხარ მართლაო, მაშინ მიბრძანეო და მე შენამდე მოვალო, ანუ გადმოვალო. და როდესაც მაცხოვარი ეტყვის, რომ გადმოდი და მოდი ჩემთან, პირველი ფიქრი და აზრი პეტრე მოციქულისა არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე. ქრისტე მითხრა და მივდივარ. ქრისტემ რაღაცა უთხრა, მაშინ მიდის, მოგლეთ პეტრე მოციქული. როდესაც გადმოვიდა ნავიდან და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ამ რამოდენიმე ნაბიჯში ის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეზე ფიქრობს, ამის შემდეგ უკვე იწყებს ფიქრს, ვაიმე, როგორ მივდივარ? ეს ხო წყალია ქვემოთ. ანუ რა წამს მისი გონება მოწყდა ქრისტეს და დაიწყო მან ფიქრი ისევ იმაზე, რომ წყალია ქვემოთ, ამდენი ისე იგი ტალღებია, ვაიმე რა საშიშია ეს ყველაფერი და არაფერი დამემართოს, იმ წუთში რა დაემართა. ისე იგი გამოეცალა ის სიმყარე, რომელიც მის ფეხთით იყო, გამოეცალა ეს სიმყარე და დაიწყო დახჩობა. ანუ დაიწყო, როგორ გითხრათ, ქრისტეს გარეშე ადამიანი, რომელიც სულიერად იგუდება. აი ქრისტეს გარეშე სამყარო ზოგადად აი ამ ბუნებრივი კანონების ქვემოთ ექცევა
და საბოლოო ჯამში ის აუცილებლად იგუდება და მაცხოვარი მას ხელს მოკიდებს და აიყვანს ისევ აღმოჩნდებიან ნავში. ბევრი რამის თქმა შეიძლება, იმდენ საკითხზე შეიძლება აი აქ საუბარი, რომ არ ვიცი, აი მარტო ალბათ ეს ერთი მომენტი რომ მომხდარიყო ღმერთსა და ადამიანს შორის, ანუ ქრისტესა და ადამიანს შორის ურთიერთობაზე შეგეძლო ადამიანს, რავი, ხელახლა დაგეწერა 4 წერილი, ანუ 4 თავი, ხელახლა შეიძლებოდა რომ დაწერილიყო, მაგრამ მე მინდა გავამახვილო დღეს ყურადღება რაზე, იცით? აი სიმყარეზე. მაგალითად მინდა მოვიყვანო რა, იცით? თქვენთვის უფრო ახლო იქნება ეს, იმიტომ რომ ზღვა და ზღვაზე სიარული ეს მაინც იმ აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი არის და ჩვენ ახლა ქართლში მცხოვრები ადამიანები დიდათ აი ამ წყალთან დიდი შეხება არ აქვს. ახლა ჩვენ რო ზღვის პირას ვიყვეთ რომელიმე ქალაქში, იქ აუცილებლად ამას გამოვიყენებდით, მაგრამ მოდი დღეს ამის სამაგალითოდ მოვიყვანოთ სახარების მეორე ნაწილი. გახსოვთ მაცხოვარი ძაღის, რომელმა ნააშენოს სახლი ქვიშაზე, მოვარდებიან ქარნი, ხო, დინარეები მოვარდებიან, აბობოქრდება ქარი, ეკვეთება აი ამ სახლს, დაშლის ამ სახლს, იმიტომ რომ მისი საფუძველი დგას ქვიშაზე და ამიტომ ის დაიშლება. მაგრამ ის, ვინც ააშენებს საკუთარ თავს კლდეზე, მოვარდებიან დინარეები, ეკვეთებიან ქარნი, მაგრამ სახლი დარჩება ისევ ძლიერად თავის ადგილას. ეხლა მინდა უბრალოდ დღეს რატომ მინდა გესაუბროთ ამაზე, იცით? ძალიან ცუდ პერიოდში გვიწევს დღევანდელ დღეს ცხოვრება და გეტყვით რატომ. ჩვენ არ ვიცით ჩვენი საყრდენი რა არის. ჩვენ ძალიან ვართ მიჯაჭულები ზოგადად ადამიანებზე. და ეს რო ესმით ზოგადად ადამიანებსაც, მათ შორის სასულიერო პირებსაც, რომ ადამიანები მასზე მიჯაჭულები ან მასზე დამოკიდებულები არიან, ხშირ შემთხვევაში ამ ძალაუფლებისგან და ამ შინაგანი დამოკიდებულებისგან, რომ ადამიანები ჩემზე არიან დამოკიდებულები, ძალიან ძნელია ადამიანმა ამაზე უარი თქვას, მათ შორის სასულიერო პირმა. მე გაგახსენებთ ახლა ბოდიში ცოტა ალბათ დიდი ხანი არ ქონია მსახურება და რაღაც ვისაუბროთ. მე გაგახსენებ ჩემ თავს, ანუ მე მახსოვს ასეთი რაღაც, რომ პირველათი, როდესაც სამუდელო ხარისხი მოკლედ ღვთისწყალობით და ნებით მოკლედ მერგო და ეკლესიამ მოკლედ სამუდელო ხარისხში კურთხევა განაწესა ჩემი, კვირა დღე იყო და მამებმა მთხოვეს, მაშინ მღვდელმთავარი არ იყო საკათედრო ტაძარში და მთხოვეს, რომ შენ თუ იტყვიო ორ სიტყვას, რომ მაინც ახალი ნაკურთხი ხარო და რაღაცა რო უთხრაო მრევლსო. რომ გამოვედი და აი ესე ანალოგია მედგა და ჯვარი მეჭირა ხელში. რომ გადავხედი ამ ხალხს, ჯერ ის პერიოდი იყო, როდესაც ტაძრები ჯერ კიდე სავსე იყო და არა მხოლოდ ტაძარი, არამედ გარეთაც ეზომთლიანად სავსე იყო. როდესაც ვიდექი და გადავხედი ამას, აი ფეხებიდან რომ დამეწყვა ეს რაღაცა თითქოს აი რაღაცა არასასიამოვნო, რაღაცნაირი ძალა ვიგძენი, აი რაღაცა და რა იყო, იცით? ძალაუფლების ძალა. 300 ადამიანი დგას ჩემ წინ, გარეთაც უამრავი ადამიანი, მიკროფონში შემიძლია ვთქვა ნებისმიერი რამე. ეს ადამიანები ამ რამეს მოისმენენ, მათ არა აქვთ საყრდენი სხვა, გვეტყვიან ამინ მამაო, ესე უნდა იყოს, დაიხურავენ ქუს და წავლენ. და აი მადლობას უხდი ღმერთს, რომ მაშინ აი მართლა ღმერთმა დამიცვა და დამიფარა, რომ ის ძალაუფლება, რომელიც რაღაცნაირად მოვიდა და ვიგრძენი, პირიქით თქვი, 1-2 წუთი რაღაცა თქვი, უბრალოდ დავლოცი ადამიანები და გავედი. რატომ? იმიტომ რომ შემეშინდა აი ამ ძალაუფლების. ნახეთ ახლა თქვენ, მე მინდა თქვენ მრევლს გითხრათ დღეს. დღეს ძალიან ხარ ჩამოკიდებულები სხვადასხვა, იმიტომ რომ თქვენ თვითონ აი გეტყვით, მე ჩვენ თვითონ ადამიანებს ქრისტეს ძიება, ქრისტესთან მისვლა, სულიერი კავშირი ღმერთთან, რაღაცა განახლება შინაგანი ძალა, ანუ სულიწმინდის მოხვეჭის ძალა არ გაგვაჩნია და ამიტომ ყველანი მიკედლებული და მიწებებულები ვართ, ამა თუ იმ შეიძლება სასულიერო პირზე ის რას იტყვის, ის რას იტყვის, ადამიანებზე რომელიც ჩვენს გარშემო არიან ის რას იტყვის, ეს რას იტყვის. და ხდება როგორი რაღაც. ნახეთ, წუთი სოფელი შემდეგ გვიწყობს გამოცდას და რა გამოცდას გვიწყობს?
აბა შენ რომ აი მამა გიორგის ნათქვამზე ხარ დამოკიდებული. შემთხვევით ეს შენი სახლი, რომელსაც სულიერი სახლი ქვია, ქვიშაზე ხო არა გაქაშენებული? ქვიშაზე ხო არა გაქაშენებული და უცებ ხდება რა? უცებ ადამიანებს ემართება სხვადასხვა რაღაცა, მე დამემართება რაღაცა, მე წავიქცევი, მე დავეცემი და მთელი თქვენი სარწმუნოება თავიდან ბოლომდე ვარდება. იცოდეთ, დღეს ბევრს საუბრობენ ადამიანები მეორედ მოსვლის ნიშნებზე, თითქოს ქრისტეს შეხვედრისთვის და ნამდვილად ეს ასე არის, რომ ჩვენ ქრისტეს შესახვედრად უნდა მოვემზადოთ. მაგრამ გვაქვს კი ეს სიმყარე? ჩვენი სარწმუნოება არის აშენებული კლდეზე? ჩვენი რწმენა კლდეზე დგას? აი ეს კითხვა დაუსვით უბრალოდ საკუთარ თავს და თქვით, გადაამოწმეთ, რომ ჩემთვის ეს სარწმუნოება, რომელიც მე გამაჩნია, ღმერთთან არის რაიმე კავშირში? ანუ ჩემი საყრდენი და ძირი არის ქრისტე. დღეს პავლე მოციქულმა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ზუსტად ეს თქვა, რომ ვინც აშენებდეს ოქროზე, ვერცხლზე, ბალახზე, სხვადასხვა ამ როგორც პავლე პეტრე მოციქული წყალზე რო იგზნო, ჩავარდა, სანამ ქრისტეზე იდგა, ზემოთ იდგა წყლისა, მაგრამ რაწამს ნივთიერზე დაემყარა, ჩავარდა და დახჩობა დაიწყო. ისმის კითხვა ჩვენი, მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი მომავალი, მთელი ჩვენი ქრისტიანობა, რომელზეც ვიძახით, რომ ჩვენ ქრისტე გვიყვარს და ქრისტესთან ყოფნა გვინდა, სამყარი, ანუ ესე სიმყარე ქრისტე არის. აი ამაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოკლედ დღეს ყველამ დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ამ საყრდენს გამოგაცლიან, იცოდეთ. ქრისტე თუ არ იქნება ჩვენი საყრდენი, ამ საყრდენებს გამოგაცლიან, იმიტომ რომ წმინდა წერილი ბრძანებს, რომ ვიდრე ცდუნებამდე მართალთაცავ, ანუ მართლებიც კი ცდუნდებიანო. ამიტომ დღეს ვინც თქვენ შეიძლება მართლება ჩერაცხეთ, ხვალდაზე გისადამი და ვიზეს თქვენი მთელი აზროვნება, მთელი თქვენი სარწმუნოება, დაამყარეთ ის ადამიანები, შეიძლება წაიქცნენ და მართლები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდეთ, მართალიც კი წაიქცეს. რა უნდა ქნა შენ ამის მერე? შენი სარწმუნოება რას იზავს ამის მერე? გადარჩება დღეს? ისევ პავლე მოციქულმა გვითხრა ამ წმინდა წერილის საკითხავის ბოლოში, რომ ყველაფერი ცეცხლით გამოიცდებაო. რას ნიშნავს ცეცხლით გამოიწვევა? ყველაფერი ცეცხლით დაიწვება და გამოიცდება რა? ის რაც შენი სარწმუნოება თუ კი ამ ქვეყნიურზე დგას, ის ცეცხლით გამოიწვება და ისე იგი დაიწვება. გამომდინარე აქედან რა მიგაქ მარადიულობაში, გადარჩება შენში რამე ისეთი, რასაც შენ მარადიულ სასუფეველში წაიღებ, ერთადერთი რამ გადარჩება. თუ კი ადამიანის საყრდენი და თუ კი ადამიანის ძლიერი საყრდენი არის ქრისტე, თუ კი შენ თვითონ დგეხარ ფეხზე ადამიანი, მაშინ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რომ ეს სარწმუნოება იყოს მყარი და ეს სარწმუნოება იყოს ადამიანისთვის მაცხოვნებელი. მე ხშირად მივმართავ ხოლმე ამ ისე იგი მეთოდს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და აი სახურების მერე, აი ამ საუბრის მერე უკვე იქ ცალკე მიყვარს კითხვების დასმა. და იმდენჯერ ყოფილა, რომ კითხვების დასმით ადამიანი ძალიან დიდ უხერხულობაში ჩავარდა, რომ სარწმუნოების კუთხით, რომ მიხვდა იმას, რომ ვაიმე, მე მგონი ვერ არის ჩემი სარწმუნოება მთლად ესეთი. გახსოვდეთ თუ კი თქვენი რწმენა კითხვის დასმას ვერ იტანს და თავიდან ბოლომდე გეშლებათ ყველაფერი. აი ამას წინა თუ გახსოვთ, მე იმას ქვენი, რა ქვია, ერთ-ერთი გამოვაქვეყნე ჩემს გვერდზე ის ქალბატონი, რომელიც ძალიან ცუდად იყო და შვილებს რო დაურეკა და უთხრა, რომ ცუდად ვარ ძალიან და მოდიო. ბიჭმა უთხრა, რომ არა, მე უნდა წავიდეო იქო, იმიტომ რომ დათქმული მაქვს და ის ჩემი მეგობარიო, მოკლედ ძალიან განაწყენდებაო და დედაო, აბაო, მოკლედო შენო იყავიო, რამენაერად მიხედე შენ თავსო. აიღო და თავის შვილს დაურეკა გოგოს. უпроსწორედ ეს ბიჭი სახლში იყო და სახლიდან მაინც წავიდა. თავის გოგოს დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად ვარ და მოდიო. და ეს თავის გოგომ SMS-ი გამოუგზავნა, არ უპასუხა და SMS-ი გამოუგზავნა, რომ დედა მოკლედ სხვადასხვა მიზეზები უთხრა, მაგრამ იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბევრს კოცნიო. და უცებ ადამიანი შეიპყრო საშინელმა სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. ეს რეალური ამბავია, მონათხრობ ახლა ხდება ეს ყველაფერი. და ისეთმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო თურმე ეს ადამიანი, რომ
თავის მოკლაზე ვიფიქრეო, რისთვის, ანუ ტკივილები, რომელიც მას ჰქონდა, ეს ხო თავისთავად მძიმე იყო ამის გადასატანად, რომ თავისთავად როცა ტკივა ადამიანს ფსიქიკური მდგომარეობაც ამ დროს მუდმივად ამაზეა ჩართული და ის ვიზეც ამყარებდა იმედებს, რომ არიქა შვილები მაინც მოვლენ, რომ მათ ხელს ჩავკიდებ და ისინი რაღაცას მოკლედ შვებას მაინც ვიღებთ, ეს ორი შვილიც გაზზე გადგა და ერთადერთიო ნახეთ რა მოხდა. აღმოხდა ამ ადამიანს ესეთი რამე თურმე, რომ უფალო, ნუ თუ ანუ ესე უნდა ვიყვეო, ნუ თუ ესე უნდა ვიყვეო, ნუ თუ აი რაღაცა კინაღამ ისე იგი აი გმობაში კინაღამ გადავარდა, ნუ თუ ესე უნდა ვიტანჯებოდეო და უცბად ნახეთ ხმა მოვიდა გეცემანიის ბაღში მეც ყველა მეგრე დამტოვა. მაგრამ თვითონ ჯვარზე წავიდა მაცხოვარი. ნახეთ რა მნიშვნელოვანი რამეა. აქ ახლა ადამიანებს უთხარი იქ მაშინ დავწერე კითხვა რომ აბა მეთქი რას ხედავთ და ყველამ დაწერა რომ აი ჩვენ ისე იგი რაღაცა შვილების იმედიც არ უნდა გქონდეს. ნუ ეს აბსურდია, როგორ არ უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. როცა ადამიანი წმინდა წერილს კითხულობ, როდესაც ადამიანს წმინდა წერილი და მამათა სწავლება გაქვს აი აქ და ეს მთელი გული არის სავსე წმინდა წერილი და მამათა სწავლებით გონებაც ამითი არის, შენი სინდისი ამითი არის აღზრდილი, როდესაც ყველაფერი საყრდენი გამოგეცალა, ყველაზე საყვარელი საყრდენი შვილებიც რო გამოგეცალნენ და ესე ხდება ხშირად, უცებ უფალი მოვიდა რითი წმინდა წერილის სიტყვით. და თუ კი შენ წმინდა წერილს არ კითხულობ, თუ კი შენ მამათა გამოცდილება არ აგაქვს, თუ კი შენ სულიწმინდის მადლის მოქმედება როგორ მოქმედებს ადამიანი არ იცი, თუ კი შენ არ იცი განსაცდელი როგორ უნდა გადაიტანო, თუ კი შენ არ იცი ღმერთთან ერთად ტკივილები ფიზიკური თუ სულიერი როგორ უნდა გადაიტანო, რა ის საყრდენი გაქვთ, მეგობრებო? წარმოიდგინეთ, მე ბევრჯერ მithქვამს, თქვენი ჯვარი გწერიათ ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლო. როდესაც ღმერთმა ესექნას, რომ მართლა აი როცა ლოცულობთ ხოლმე შემთხვევითი უეცარი სიკვდილისაგან დაგვიფარეო. მართლა უფალმა ინებოს, რომ აი დიდი მხცოვან ასაკში, აი ესე მშვიდობით სარეცელზე წოლეარებმა ისე იგი ღმერთს ესე მივანდოთ საკუთარი სული. მაგრამ თქვენ გონიათ იქ რამე დაგეხმარებათ? იცით რომ შეიძლება საერთოდ მარტო აღმოჩნდეთ. იქ მარტო ხარ ადამიანი. და რითი უნდა ინუგეშო თავი ადამიანმა? აი ეს საყრდენი გჭირდება ზუსტად. და მაშინ იცი რამდენი ადამიანი ყოფილა რომ მთელი ცხოვრება ეკლესიაში არის და გარდაცვალების წინ იცი რა დღეს ჩავარდნენ. მე გეუნებით რამოდენიმე მინახავს ასეთ. ამას ვიმსახურებდი? მე ახლა ესე უნდა ვკვდებოდე? მთელი ჩემი ცხოვრება ეკლესიაში ვიარე, მთელი ჩემი ცხოვრება ვლოცულობდი, საყრდენი არა აქვს ადამიანს რა ქნას, წრემლი მოგდის რომ ამდენი წელი ადამიანი თურმე ტაძარშია და საყრდენი არა აქვს, იმიტომ რომ ისი საყრდენი იყო, იმან ესა თქვა, ამან ესა თქვა, იმან ისე თქვა, მამა გიორგიმა თქვა, იმანა თქვა, რავი, სხვადასხვა იმან და თვითონ არაფერი არა აქვს საყრდენი შინაგანი. ამიტომ პეტრე მოციქულიზმს გავსად, როდესაც გამოეცალა საყრდენი, დარჩა ადამიანი რად? დარჩა ადამიანი თავისთავად დაიწყო დახჩობა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ აი იფიქრეთ ამაზე, რაზე დგეხართ და ერთ მნიშვნელოვან რამეზე მინდა კიდე გავამახვილო აქვე ყურადღება და იცოდეთ, რომ ხშირად ჩვენ აი ხლა ის ტალღები იყო და ქარიშხალი იყო ხო ზღვაზე. ეს ტალღები და ქარიშხალი ცუდი იყო თუ კარგი იყო? თქვენ ხო პირდაპირ იტყვით, ხო? ცუდი იყო, აბა რაღაც ქარიშხალი და რაღაც ზღვაზე გავედი ძლივსა და აი ხა ქარიშხალი და ტალღა მინდა. აი ხა მე სხვა რამეს გეტყვით. ნახეთ სხვა რამეს გეტყვით. ხშირად აი ჩვენი ეგოისტური წლების განმავლობაში 20-30 წელი ადამიანები ტაძარში დადიან და საკუთარი ეგოისტური წარმოდგენებით ისეთი რაღაცა აქვს თავისი თითქოს რწმენა შექმნილი შინაგანად, რომ აი რას მინდა მივამსგავსო, იცი? ადამიანის კივში რო ჩააწყო ყველაზე ძვირფასი რაც აქვს. გახსოვთ შუა საუკუნეების კივრები რო ქონდათ. ნუ პრინციპში მე-19-20 საუკუნეშიც იყო, სანამ მოკლედ მე ისე იგი მე სამეფო იმაში ვიყავი, კივრები იყო, კივში ჩააწყობდნენ ხოლმე და რა იყო?
სკივს დაკეტავდნენ, ანუ დააფარებდნენ, დაკეტავდნენ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ინახებოდა ხოლმე. ეს ძველი აღთქმიდანაც არის, ხო გახსოვთ აღთქმის კიდობანი, ხო? იქ იყო შენახული აარონის კვერთხი, მანანა, ფიქალები მოსესი, ყველაფერი იქ იყო. ანუ სკივრი, რომელშიც ყველაზე ძვირფასი ინახება. და წლების განმავლობაში ჩვენი ეგოისტური რაღაცა, ჩვენი სარწმუნოებრივი გარკვეული ცხოვრებით აი ესეთი სკივრი შევქმენით და ამ სკივრში ჩავალაგეთ ამდენი წელია ჩვენი აი ეს ტრადიცია და ჩვენი ამ წლების გამომდინარე, ისე იგი ესე რომ ვთქვათ, გამოცდილება, სარწმუნოებრივი გამოცდილება ჩავალაგეთ ყველაფერი ზის და როგორ იცით, დავკეტეთ აი ამას მოვაჯექით ზემოდან და ვთქვით, აქ დევს ყველაზე ჭეშმარიტი ყველაფერი. აქ ადევს მთელი ჭეშმარიტება, აქ არაფერი არ შეიცვლება, ამას ხელი არავინ არ ახლავს. და ხდება ასეთი რაღაცა. ასეთ ადამიანს ვერც ვერაფერს ვერ ეტყვი. წეღა რო გითხარი, კითხვას რო დაუსვა და თუ ეს კითხვა იმისკენ მიდის, რომ ეს კივრში რაღაცა უკვე უნდა ამოიღოს, იმიტომ რომ დალპა, დაძველდა, რომ უბრალოდ სუნს ვერ აგზნობ, იმიტომ რომ შენი შეტანილია, გამიგე და ჩემი შეტანილი როგორ შეიძლება დაძველებული იყოს და ანუ იქიდან სუნი ამოდა ვიღაცა გეკითხება, სუნი ხო არ დგას მან და აბა ნახე მაგ სკივში რამე ხო არ დაძველდა. რამე ხო არ გაგიფუჭდა მან. ან რაღაცა რო ჩადე ხო არ გეგონა რომ ესა სამარადისოთ იქნებოდა და რაღაცა ხო არ გაფუჭდა. და იმ წუთში, როდესაც ამ კითხვას უსვამ ადამიანს, ანუ ძველი ტრადიცია, რომელიც ადამიანს აქვს, ეს არის სექტანტური აზროვნება, იცოდეთ, ანუ ხშირად ადამიანები, მე ვიცი ადამიანები სექტოლოგიას ასწავლიან. აი მართლა სექტოლოგიას ასწავლიან, მაგრამ აზროვნება თვითონაც სექტანტური აქვს. ანუ ის რაც ჩაკირული აქვს ადამიანს თავში, კითხვას ვერ დაუსვა. იმის იქით ვერაფერს ვერ ეტყვი, იმ წუთში ღიზიანდება, ბრაზდება, დამანებე თავი ამ სკივში ყველაფერი სწორი დევს. და ზოგადად ნახეთ როგორი რაღაცა არის. მოდის ქარიშხალი. აი ეს ქარიშხალი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ეს ქარიშხალი მოდის და ეს ქარიშხალი ვის მოაქვს, იცით? აი ღმერთის დაშვებით ხდება. ღმერთი უშვებს იმას, რომ მოკლედ ეს ქარიშხალი შემოვიდეს ადამიანის ცხოვრებაში და რა? ადამიანს რო არ უსმენდი, რომ აქ სკივრი და რამე ცუდი სუნი ხო არ მოდის. მერე უფალს რო უყვარ ხარ და შენი ცხონება უნდა, გეუბნება რომ ძალიან ყარს. აი ძალიან ისე იგი მინდა რომ გამოგაფხიზლოთ და ეს სიფხიზლე უბრალოდ შინაგან ძალისკენ, განკითხვით კი არა და რამეს კი არ გაყვეთ. უბრალოდ მინდა რომ ძალიან ცუდი პერიოდი მოდის და ჩამოკიდებულები რაზეც და ვიზეც ხართ, ეს გადაამოწმოთ უბრალოდ რამდენად სწორად ხართ ჩამოკიდებული, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი და დიდი გამოცდა ელის ჩვენ სარწმუნოებას, ძალიან ბევრი და დიდი. არა გარედან მხოლოდ, არამედ ჩვენშივე არსებული ეკლესიაში არსებული და გარშემო მყოფი, იმიტომ რომ რაღაცა პირადი სარწმუნოება, ჩემი ცოცხალი სარწმუნოება და სინდისიდან გამომდინარე, ქონი თავისუფლება უნდა მქონდეს, თორე დამიჯერეთ, წაიქცევით, დამიჯერეთ, აი ვერ გაუძლებთ იმას, რაც შეიძლება მოკლედ საბოლოო ჯამში მოდიოთ. და აი როდესაც ღმერთი უყურებს, რომ აი ესე ჩაჭიდებული ხარ აი ამ შენ სკივრს და იძახი, რომ იცი რა, ამ სკივრიდან არაფერი არ შეიცვლება, მოდის ისეთი ტალღა, მოდის ისეთი ქარიშხალი, რომელიც აი ამ შენ სკივრს ახდის, გადახდის და დაგანახებს, რომ თურმე შიგნით თლად ისე დალაგებული ვერ ყოფილა ყველაფერი, რაც უნდა ქონოდა. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ განსაცდელები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში მოდის, ეს კი არ არის სასჯელი. იმ წუთში ჩვენ როგორ ავართ ხომ ეს? ასეთი ადამიანი სკივრზე როზის, ნახე რას იძახის, ქარიშხალი რო ამოვარდა, რას იძახის? ბოროტი მებრძვის. გამიგე? ბრძოლები, ისე იგი ისეთი მაგარი სარწმუნოება მაქვს და ისეთი მაგარი რაღაცები შენახული მაქვს ამ სკივრში, რომ ბოროტი ვერ იტანს ამასა და გამოვარდა და მებრძვის. ერთი წამით დაფიქრდე, აი მე ეს მინდა გითხრათ. ერთი წამით დაფიქრდეთ, უბრალოდ ღმერთმა ხო არ დაუშვა შემთხვევით, რომ კატეგორიული არ იყო აზროვნებაში. შეიძლება მართლა ბოროტი ებრძოდეს ადამიანს, მაგრამ ერთი წამით დაუშვი, რომ იქნებ როგორც ქრისტემ დაუშვა, რომ მოციქულები ზღვაში უმისოდ შეცურებულიყვნენ, იმიტომ რომ უიმისოდ ტალღი, ანუ ნავში თითქოს უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ ტალღებმა რო გაარყიეს,
ისე იგი იგზნეს ვაიდე და სახლი რომელიც ქვიშაზე ააშენე მოვარდა ის მდინარეები, იმიტომ რომ გითხრან რომ მდინარე რომელიც ქვიშაზე აშენებული სახლი რომელიც ქვიშაზე აშენებული ვერ გაუძლებს ამ ტალღებს, იქნებ უფალი მოვიდა და გეუბნება რომ გადახადე და დაინახე შენ რომ შიგნით თურმე არ წლების განმავლობაში საკუთარი ეგოისტური, საკუთარი რაღაცა გარკვეული ფიქრებით სარწმუნოებაზე, ღმერთზე, ქრისტეზე, ეკლესიაზე, მის საიდუმლოებებზე, მასში მონაწილეობაზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე, იქნებ არ არის სწორი. და უცებ ეს ქარიშხალი მოდის და მე რა მინდა გითხრათ, იცით? აი, ხშირად არის ხოლმე რომ ქვიშაში რამეს რო დაკარგავ, ნატრობენ ხოლმე რომ ქარი ამოვარდესო, იმიტომ რომ ქარი ქვიშას გადაწერს და უამრავი რამე ყოფილა რომ ქარის მერე ქვიშაში ადამიანს უპოვია ის ნივთი რომელიც დაუკარგავს. ძვირფასი ნივთი. აი ესეთი ქვიშა აყრია ხშირ შემთხვევაში, სკივრის თავი, ქვიშა, აი ესეთი რაღაც აყრია ჩვენს სარწმუნოებას ხშირად და უცებ რომ დაუქროლებს ეს ქარი, უფალი როდესაც მოვა. რავი, აი როგორ გითხრათ, იცი? რა არის სარწმუნოება ქარისა თუ ეშინი? რა არის სარწმუნოება? მოვა რაღაცა და იმ წუთში დაუფიქრდით ხოლმე, განსაცდელი მოვიდა, რამე გეტკინათ, რაღაცა ცუდი ამბავი გაიგეთ, რაღაცა დააკვირდით რა გეუფლებათ. თუ კი გეუფლებათ შიში, თუ კი გეუფლებათ დაუცველობის მომენტი, თუ კი გეუფლებათ ვაიმე, მაშინ სარწმუნოება არ არის მყარი. წმენა ადამიანისა არ არის მყარი. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენი კიდე მეტი პრობლემა უფრო მეტიც არის და დღეს ადამიანი ცოდნა გარკვეულწილად და სარწმუნოებრივი ცოდნა შეიძლება. ეს გონია რომ სიმყარია და საბოლოო ჯამში ესეც არაა სიმყარე. ჩვენ გვჭირდება შინაგანი აი მადლი, რომელიც მართლა ღმერთთან სიახლოვეს გვაგრძნობინებს. მადლი, რომელიც მართლა ამ საოცარ სიმყარეს გვიქმნის და ფიქრობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში, ვინც არ უნდა წაიქცეს. არ ვიცი, ოჯახის წევრებიც გვერდზე რო ვერ დამიდგნენ. აქ ცოცხლდება საოცარი, ვისაც უყვარდეს დედა, მამა, ცოლიშვილი, ჩემზე მეტად ის არ არის ჩემი ღირსი. აი, მინდობა და ღმერთთან ერთად ყოფნის საოცარი სურვილი და წყურვილი, რომელიც ადამიანს გააჩნია, რომელიც არის, აი როგორ გითხრათ, თავისუფალი, რომელიც არის აი სიხარულის მომცემი, დილით რო გაიღვიძებ და რო გიხარია, რომ სარწმუნოება გააქვს. პირველ რიგში რო ეს სიხარული გააჩნია ადამიანს, აი ეს არის ადამიანისთვის ყველაზე დიდი ძალა. დაუშვით ყოველთვის ძალიან გთხოვთ, რომ არსებობს მაცხოვნებელი ეჭვი. ხშირად აი მე ბევრჯერ რომ ისაუბრია ადამიანებთან, ხო, გეწინააღმდეგება. შინაგანად როგორი წინააღმდეგობა აქვს, იცით? იმიტომ რომ ეჭვი უჩნდება, რომ ის რაც სკიურში დევს, ხო, რაღაცა მე მგონი არასწორია და აი ეს მოკლედ ეს აგიჟებს და ანგრევს ადამიანს. ხშირად უთქვამს ჩემთვის, მე ამაში გადადიან ხოლმე, რომ კითხვას მისვა, ეხლა თქვენ რომ დამისვათ კითხვა. ამაო, აი ესე როგორც ვარ, ღმერთი არ მაცხოვნებს? ვერავინ პასუხს ვერ გაგცემთ. შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ვერ ცხონდე. ხო და ამიტომ აი ეს კითხვები, რომელიც თქვენ თვითონვე უნდა გიჩნდებოდეთ და ღმერთთან ურთიერთობაში თქვენ თვითონვე უნდა ამ უხერხულობაში აყენებდეთ საკუთარ თავს, ხშირად ადამიანი მოკლედ ამას გაურბის და დამიჯერეთ, ქარტეხილები ხშირად სიმართლის ფუნქციას ასრულებენ. განსაცდელები აი ესე აი საღვთო ჭეშმარიტებასავით გადაულიან ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, რომელსაც ჩვენ თვითონვე არ უშვებთ. ყური აქვს დახშული ადამიანს, სული გასქელებული, გულის კედლები გასქელებული, აღარაფრის გაგონება არ უნდა, ჩაკეტილია თავის რელიგიურობაში, რომელიც მოაწყო თავის რაღაცა რიტუალურ მსახურებაში, თითქოს სისტემურადაც კი აქვს ჩამოყალიბებული რაღაცა, მოკლედ აი ამ სისტემურობაში ზის და უცებ
საღვთო ჭეშმარიტება ესეთი აი ქარიშხალივით ჩამოიქროლებს ესე და სიმართლე რო ჩამოიქროლებს ხოლმე ხშირად ადამიანი ისე ღარიბდება რომ მე ჩემ თავზე გეუბნებით რამოდენიმე ხნის უკან და ხშირად ისევ ღარიბდები რომ მგონია რომ აი რაღაცა მეგონა რომ რამეს მივაგენი უცებ ჩამოიქროლებს საღვთო ჭეშმარიტება წავიკითხავ ორ წიგნს სამ წიგნს იმას წავიკითხავ ამას წავიკითხავ მგონია რომ რაღაცა ვიცი და უცებ საღვთო მადლიანი ესეთი სიმართლე ჩამოიქროლებს თუ არა და ვჩები მოკლედ გაღარიბებული და აი სიღარიბე მე სიღარიბეს ადამიანი უკვე ძალიან რთულად განიცდის მით უმეტეს მღვდელი მღვდელს სხვა შეგეშლება ყველას ეშლება ამიტომ მინდა გითხრათ რომ ნუ ჩამოეკიდებით ქრისტეს ჩამოეკიდეთ და სამღვდელო პირი უნდა იყოს თქვენი აი ამ გზაზე მეგობარივით მავალი ერთად უნდა წავიდეთ ერთად ვიაროთ ღმერთისკენ ერთად უნდა გავწიოთ მაგრამ მიზანი ჩვენი არის ღმერთი და გახსოვდეთ შეიძლება შენს გვერდზე წაიქცეს სასულიერო პირი ნუ გეგონებათ რომ ესე არ მოხდება შეიძლება შენს გვერდით წაიქცეს სასულიერო პირი თავის სარწმუნოებაში ნუ გაგიკვირდებათ შეიძლება მაღალი ვინმე იერარქი იყოს რომ წარმოუდგენელი რო გონიათ ამას ეს ემართება ყველას წაიკითხეთ ძალიან გთხოვთ ეკლესიის ისტორია პატრიარქები იყვნენ ხალხო მწვალებლობაში ჩავარდნენ და განკვეთილები არიან ეკლესიიდან ამიტომ ეს აი ამან რა უნდა გიქნათ იცი რომ შინაგანი სიმყარე უნდა მოგცეთ დღეს ანუ ტელევიზიაში სოციალურ ქსელებში რას გაჩვენებენ იმ მღვდელმა ესქნა იმან რა ქვია მღვდელმთავარმა ესე თურმე მოიქცა ის რაზეა ხო არ ინგრევით ხო მე შინაგანად ინგრევი შინაგანად მაგრამ ვინ არ ინგრევა ვინ არ დაინგრევა ვინც იტყვის რომ მე ქრისტესი ვარ ქრისტესთან ყოფნა მინდა ვიცი რომ ეშლებათ ადამიანებს ეშლებათ ნებისმიერს მაგრამ ჩემს ძმასაც ეშლება ჩემს შვილს ეშლება ჩემს ოჯახის წევრს ეშლება სასულიერო პირსაც შეიძლება შეეშავს ამიტომ გამაგრდით და გაძლიერდით ქრისტეში ღმერთში წმინდა წერილში მამათა გამოცდილება თუ ამას არ აკეთებთ აი რავი უბრალოდ არგიმენტებთ ხოლმე რა თორე ვინც ანუ ადრე დავადგინე ეს უბრალოდ და მე რაღაცნაირად მომერიდა იმიტომ რომ ისე იგი 5-6 ადამიანი ან 10 ადამიანი იდექით ხოლმე ზიარებაზე როდესაც კვირა დღეს თითქმის მთელი ტაძარი ეზიარებით ისე გახსოვთ რო ვთქვი რომ ვინც წმინდა წერილს არ წაიკითხავდა რაღაცა მამათა სწავლებას ზიარებაზე არ მოხვდა 10 ადამიანამდე დავიდა ზიარება ხო და თუ წმინდა წერილს არ ვკითხულობ თუ კი მამათა გამოცდილებას არ ვკითხულობ რაზე ემყარებით ხალხო მინდა გითხრათ ვიზზე და რაზე ემყარებით ღმერთმა აი ესეთი ამის ძალა მოგცეს რომ ღმერთ ქრისტე იყოს ჩვენი საყრდენი ქრისტე იყოს აი ამ სამყაროში სიზნელეებისა და განსასწრების ჩვენთვის გადატანის ძალის მომცემი და ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველანი ღმერთმა შინაგანი სიხარული მოგვანიჭოს ყველას და დაგლოცოთ გაგახაროთ და თავისი მშვიდობით აგავსოთ ყველანი მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა ამინ